გამარჯობა, თქვენ უყურებთ ფაქტორი ლაივს, ეს არის გადაცემა წარსულის ფაქტორი, მე მისი წამყვანი ჟურნალისტი ქეთი კაპანაძე ვარ. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარია მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე. ბატონო კახაბერ, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი მაყურებელი უკვე იცნობს ბატონ კახაბერს, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი პირველი გადაცემის სტუმარი და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრჯერ იქნებით კიდევ ჩვენი სტუმარი, იმიტომ რომ მაყურებელს ვეწყო, რომ ბატონი კახაბერი ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე მუშაობს. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ჩვენი გადაცემების ხილვა შეგიძლიათ ფაქტორი ლაივის YouTube გვერდზე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაელოდოთ სიახლეებს. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის თემას, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ რა როლი აქვს იბერიულ ტომებს ეგვიპტური ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, არის თუ არა მსოფლიო საოცრებად აღიარებულ პირამიდებზე ქართული კვალი და რა ფაქტები ადასტურებს ქართველური ტომების, ანუ ჩვენი წინაპრების გავლენებს ეგვიპტურ ცივილიზაციაზე და ასევე ევროპულ ცივილიზაციაზე. ბატონო კახაბერ, ეგვიპტური ცივილიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი მსოფლიოში. და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი წინაპრების, ანუ ქართველური ტომების გავლენა ეგვიპტურ ცივილიზაციაზე არის ძალიან დიდი, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა და მოდით მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რას გულისხმობთ ამაში და რა გვაძლევს ამისი თქმის საფუძველს. კი ბატონო, მოგესალმებით, უღრმესი მადლობა ისევ და ისევ მოწვევისთვის, ასეთი თემების გამოტანისთვის. ეს ძალიან აქტუალური თემაა ხალხის და ისედაც სამეცნიერო წრეში. ამაზე საუბარი დიდი ხანია არსებობს, მიდის, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, ასე ვთქვათ, სოფელ ბრილში როცა აღმოაჩინეს სამარხი და იქ აღმოჩნდა უამრავი ეგვიპტური ნაწარმი, ძივები, ფული და ასე შემდეგ სხვადასხვა ნაკეთობები. ჯერ მაშინ იყო ეს სენსაცია და ძალიან დიდი გაკვირვება გამოიწვია და თან ეს არ იყო 1-2, მაგალითად ერთი ადამიანი რო წასულიყო და ჩამოეტანა. კილოობით პოულობდნენ ერთ სამარხში ამ ეგვიპტურ სამკაულებს. რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, სენსაცია იყო ეს ყველაფერი, აქამდე მანამდე მაინც და მაინც არ იყო ესეთი აქტუალური ხა თემა, რომ საქართველო და ეგვიპტე რამეთქ დაკავშირებული იყო ერთმანეთთან. მაგრამ ფაქტის წინაშე დადგნენ. ასე რომ უნდა თუ არ უნდათ კვლევები წავიდა ამ ხრე. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ახლა აქ იყო და გააქტიურება ამ თემის სულ ახლახანს გენეტიკური კვლევის ცენტრი არის შვეიცარიაში, მისმა დირექტორმა რომან შოლცმა გააკეთა განცხადება, რომ გამოიკლიეს ტუტანხამონის მუმია გენეტიკურად და მას აღმოაჩნდა R1B ჰაპლოჯგუფი. ეხლა კარგად განუმარტოთ მაყურებელს, რას ნიშნავს ეს? დიახ. ადამიანები მთელ მსოფლიოში მაცხოვრებლები დაყოფილი არიან Y ქრომოსომა მოიხსენებათ, Y ქრომოსომა მამის ხაზით არის სქესობრივი და რომელიც ატარებს თავის ინფორმაციას, რომელიც არის შეუცვლელი, არის უტყუარი. ამიტომ მთელ მსოფლიოში 20 ჰაპლოჯგუფი გამოვლინდა, თავარი ჰაპლოჯგუფი. და აქედან 3, მაგალითად J, G და R1B დაფიქსირებულია კავკასიაში. ეს აქ ჩამოყალიბდა. და რომან შოლცი პირდაპირ ადებს ხელს კავკასიას, რომ ეს R1B ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიაში 9500 წლის წინ. ესეთია მონაცემები. და ნუ აი ამათი შთამომავლები არიან მერე უკვე ის ფარაონებიც, ტუტანხამონი და მისი წინაპრები და ეხა დღესდღეობით კიდევ დასავლეთ ევროპის ნახევარზე მეტი მამაკაცების არის ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი. ანუ ამით დადგინდა, რომ კავკასიიდან გასულმა ხალხმა ჩამოაყალიბა ის ფარაონების დინასტიაც და შემდეგ გავიდნენ ევროპაში და ასე შემდეგ. ანუ ვამბობთ იმას, რომ ფარაონები, რომელიც ჩვენთვის ცნობილია ისტორიიდან, წარმომავლობით კავკასიური წარმოშობის. კი. დიახ, გასაგებია. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები არიან და პირდაპირ ამას არც არავინ ამბობს და ვერც ვიტყვით. უბრალოდ აქ ყალიბდებოდა ჯგუფები, ტომები, ვიცით რომ სხვადასხვა სახელები ჰქონდათ, ხო? საერთო ჯამში იბერიულ ტომებს ეძახდნენ ამას, ხა იქ თუბალი იყო, ხალიბი იყო თუ სხვა იყო კიდე მუშკი ვინმე. საერთო სახელი მაინც იბერია ჰქონდათ. ასე რომ თავისუფლად შეგიძლია ვთქვათ, რომ კავკასიური წარმომავლობის არიან. ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელთაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგვიპტურ ცივილიზაციაზე იბერიული ტომების გავლენა დიდია, თუ კიდევ გვაქვს რაიმე ფაქტი? არა, რა თქმა უნდა, მაგის მეტი რა არის. უამრავია მტკიცებულება. აი, ძალიან კარგი ინფორმაცია, მაგალითად, ხვამლიდან ექსპედიცია რო გაკეთდა.
იქ დიდი კავშირები აღმოჩნდა. მანამდე მაგალითად სამეცნიერო წრეებში ვიაჩესლავ ივანოვი ძალიან წარმატებული აკადემიკოსი ამერიკაში მოღვაწეობს. ის ენათმეცნიერია და მან პირდაპირ თქვა, რომ აი მაგალითად თოთი და ოსირისი ეს ორი უმთავრესი ღვთაება შესულია ეგვიპტეში ჩრდილოეთიდან, კერძოდ კავკასიიდან და მათ შეიტანეს იქ მიწათმოქმედება, მწერლობა, ნუმერაცია და ასე შემდეგ ეს ყველა. აი ამის თქმის საფუძველს რა გვაძლევს ეს როგორ ამტკიცებთ ამას? ივანოვს თავის კვლევები და ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვაქვს, თუნდაც ენობრივი ენაშია ხო, ენაში არის შემონახული დიდი დოზით ასე ვთქვათ, ხო, ამის მტკიცებულებები. შეგვიძლია კონკრეტული მაგალითების დასაწყება? აი მაგალითად ყველაზე ლამაზი მაგალითი არის ჩემთვის ჰელიოპოლისი. ნუ ბერძნებმა, მაკედონელებმა და შემდეგ ინდოევროპელებმა დაარქვეს ჰელიოპოლისი, რაც ბერძნულად ნიშნავს მზის ქალაქს. მაგრამ მას ერქვა ონი. ეს მდებარეობდა ნილოსთან, ნილოსის დელტასთან. ძალიან დიდი ქალაქი იყო. და ჩვენი ონი ზუსტად პირდაპირ პარალელსავლეს ამასთან და ჩვენ ამბანში თვითონ ასოონი ნიშნავს მზის სახლს. ასე რომ მარტო სიტყვა კი არ ემთხვევა, აზრობრივათაც ერთი და იგივე კი და ქართული და ეხლა ონი მაგალითად ეგვიპტეში ეხლა არაფერს არ ნიშნავს. კიდევ გვაქვს გავსი ტოპონიმები, რომლებიც ამ ინფორმაციას გვაწვდის? აი თვითონ სახელები, თუნდაც თოთი და ოსირისი რო ვთქვით, თოთი მთვარესთან არის დაკავშირებული თუთასთან, ოსირისი სირთან, ანუ ფრინველს ნიშნავდა ეს ადრე. და რა ვიცი, კიდევ უამრავი, მაგრამ თავარი მაინც კიდევ და კიდევ ისტორიკოსების მონაცემებია. აი იყო ვერსია მაგალითად, რომ ეგვიპტიდან წამოვიდნენ რაღაც ლაშქრობის დროს და დარჩნენ ეგვიპტელები კოლხეთში, მაგრამ ეს სრული აბსურდია. ვინმესთვის შეიძლება ამ შეხედულებასაც კონდეს არსებობის უფლება. აი მოდი ვთქვათ, რატომ შეიძლება ეს იყოს აბსურდი. ხო, ანუ იმ დროინდელმა ისტორიკოსებმა ეს დაასაბუთეს იმით, რომ ხუჭუჭთმიანები არიან კოლხებიცო და ეგვიპტელებიცო. ენა თითქმის ერთი და იგივე აქვთო. წინანდაცვასაც აკეთებდნენ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელებიო და სელსაც ერთნაირად აკეთებენ. ეს კი ბატონო, რა თქმა უნდა, კავშირები არსებობდა, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ მაინც იმ თავარი და უძველესი პრინციპიდან, რომ დღესდღეობით უკვე გენეტიკურად დადგენილია, რომ თეთრკანიანი ევროპეიდელი, თეთრკანიანი ადამიანი ჩამოყალიბდა კავკასიაში. დიახ. ჩვენ გქონდეს ხოთაშორის ჩვენ მომაყურებელმა იმედი აიცის და ახსოვს, რომ ამაზე გქონდა საუბარი. კი, ეს წარმოშობის ადგილად ითვლება კავკასია. გერმანელმა ანთროპოლოგმა დაიწყო ამის კვლევა, დაასაბუთა ეს ყველაფერი, დაყო 500 მთელი კაცობრიობა. თეთრკანიანები, ყავისფერკანიანები, შავკანიანები, წითელკანიანები, ყვითელკანიანები. და თეთრკანიანების სამშობლოდ დაფიქსირდა კავკასია. და ეხლა რასაც მუმიებს პოულობენ, ფარაონების მუმიებს, სულ ყველა არის შღალთმიანი ან ნათელი ფერის, ესეთი კეხიანი ცხვირით, ანუ არანაირი აფრიკული და სხვა ესეთი ნიშანი არ აქვთ. არიან ჩვეულებრივი თეთრკანიანები, კავკასოიდები. ასე რომ შეუძლებელია ის, რომ ეგვიპტელები ჩამოსულიყვნენ აქ. მით უმეტეს ეხლა დღეს ეგვიპტეში 1%-ია მხოლოდ იმ ჰაპლოჯგუფის მატარებელი, რაც ფარაონებს ჰქონდათ. ანუ აშკარაა, რომ დღევანდელი მოსახლეობა ეგვიპტის სხვა არის და ის მაშინდელი სხვა იყო. კი ბატონო, წეგან ვახსენეთ ხვამლის მთა და აუცილებლად მინდა რომ დაუბრუნდეთ ამ თემას. ხვამლის მთა რა ინფორმაციას გვაძლევს ამ თემასთან დაკავშირებით? უდიდეს, მაგალითად, ხვამლის მთაზე რო აღმოაჩინეს პიქტოგრამები, თუ არ ვცდებით თქვით ჩვენ ამის წინ. იქ ფიქსირდება ვარსკვლავების ერთი განლაგება, რომელიც აფიქსირებს 5604 წელს, რაც არის ქართული დასაბამით, ესე ითვლის. ჩვენი წელთაღრიცხვა იგივეა შუმერული და ეს ყველაფერი ითვლება ორიონის თანავარსკვლავედით. და ორიონის თანავარსკვლავედთან ძალიან დიდი შეხება აქვს ეგვიპტესაც. აი თუნდაც ხეოფსის პირამიდაში გაჭრილი არხები, ორი ორიონზეა მიმართული, ორი სირიუსზე. ანუ ეს დაკვირვება და თვითონ სახელიც, აი ეს ორიონი, რომ მზის სახლი იყო, თქვით უკვე, ხო? ანუ ორი მზის სახლი გამოდიოდა და ამ პრეცესიას, დედამიწის პრეცესიას ითვლიდნენ ორი ვარსკვლავით. ერთი არის ორიონის სარტყელში, მინტაკა, მეორე არის ბეტელგეიზე, ხარი. და აი ეს ღერძი მოძრაობდა ამ ორ ვარსკვლავს შორის. და ეს გამოთვლები, ეს აბსოლუტურად სულ ყველაფერი არის ერთი და იგივე. ჩვენთანაც იგივენაირად ხდებოდა, იქაც იგივენაირად ხდებოდა.
ანუ მე ხა დასახელებები და ტოპონიმები კი ბატონო, ჩვენ კიდე ვიცით მაგალითად ერთი ისტორიული ფაქტი, რომ ტუტანხამონი ესე გამოითქმის ეხატორი. თუთანქ ათენა ესე დაირქვა. მოგიხსენებათ ამეხოტებ მესამემ თუ არ ვცდები შეცვალა მთლიანად რელიგია, ეგვიპტის რელიგია, ერთღმერთიანობა დააწესა და დაირქვეს ესეთი სახელები. თუთანქი ათენა, რაც სულ ქართულია, ანუ არც ერთ სხვა ენაზე არის შიფრება. მერე და მერეც ვიცით, რომ ხურიტები იყვნენ ჩვენი მონათესავე ტომები და საერთოდ კვარარაქსის კულტურა, ყველაზე უძველესი და უძლიერესი კულტურა, რაც იყო ჩამოყალიბებული, იყო ქართულენოვანი და ხურიტულენოვანი. და ხურიტებსაც შემდეგ მითანის სახელმწიფოსაც პირდაპირ ჰქონდათ კავშირი ეგვიპტესთან. ეს აქედან პატარძლები მიყავდა, თქვა სამეფო კარს იქიდან რაღაც და ასე. ნათესაური კავშირებიც კი. კი ბატონო. ეხლა შევეხოთ პირამიდებს, იმიტომ რომ ეგვიპტური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი არის პირამიდა, ბუნებრივია. და შესაძლოა აღნიშნეთ ჩვენ ქართულ გავლენაზე და რა შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით ვთქვათ, არის რაიმე ქართული იდეა ეგვიპტური პირამიდების შექმნაში? იდეა, რა თქმა უნდა, ერთი და იგივეა, რაც ხდებოდა ჩვენთან კავკასიაში. მაგალითად ეგვიპტემდე პირამიდები არის ნაპოვნი შუამდინარეთში, მოგეხსენებათ, შუმერი იყო პირველი ცივილიზაცია და იმის მერე იყო ეგვიპტეს და ყველა დანარჩენი და შუმერი პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ღმერთმა ჩამოგვასახლა ჩრდილოეთიდან აქ 4 ქარის ქვეყანაში და ამ ჩრდილოეთს მიუთითებდნენ კავკასიას და ისინი აგებდნენ პირამიდებს. ამ პირამიდებს ეძახდნენ ზიქურათებს. დიახ. ქურ ქართულშიც, შემდეგ სხვა ენებშიც და თვითონ შუმერულშიც გადასული მთის სახელია, თი სიცოცხლეს ნიშნავდა და ანუ ცოცხალ მთას, აი ესეთი სათაური ქონდა. გეცოდინებათ ქურმუხის წმინდა გიორგი მაგალითად ჰერეთში. საინგილოში ახლა ეს ნიშნავს მუხის მთას, ანუ მუხნარის მთას, ქურმუხი. ეს სიტყვა იმიტომ ვაფიქსირებ, რომ კიდევ არსებობს ჩვენთან მეტყველებაში. ანუ ისინი აგებდნენ ზიქურათებს, ეძახდნენ ცოცხალ მთას და აქ ჩვენთან ხევსურეთში თუ სხვა მთიანეთში, სვანეთში, უფრო მეტად, აქეთ თუ ფშავ ხევსურეთში, მთის წვერზე აგებდნენ პატარა ნიშს, რაზეც ადებდნენ თეთრ ქვას. ეს იყო ჩვენი სალოცავი და ეს იყო, მაგრამ აქ ჩვენთან ბუნებრივად ქონდა ეს მთა და იმ მთის წვერზე უკვე პატარა ნიშს დადგავდა და მორჩა. ეს იყო ჩვენი პირამიდა. მაგრამ შუამდინარეთში ხო? შუამდინარეთში რადგან არ იყო ამაღლებული ადგილი და სულ დაბლობებია იქ, როგორც ჩანს, იძულებული გახდნენ, რომ აიგოთ ეს პირამიდები და ის კრისტალები იქ დაედგათ მის თავზე. რას წარმოადგენდა ეს და რისთვის გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ზუსტად დაუდგენელია. მაგრამ ფაქტია, რომ იგივე პრინციპია ჩვენთანაც, შუმერშიც და ეგვიპტეშიც. ყველა მის რო ხეოფსის პირამიდა გარედან თეთრად იყო შეღებილი და შეღებილი არა რაღაც მასალად იყო გაკეთებული და ზევით ედგა კრისტალი. კი ბატონო. კარგით, დავასრულოთ ეგვიპტეზე საუბარი და გადავიდეთ ევროპაზე. თუ არის მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც ეგვიპტესთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ კიდევ? ფაქტები ბევრია, მაგრამ გადავიდეთ. კი ბატონო, მაშინ გადავიდეთ. ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი. აი ადამიანისთვის ცოტა ძნელია რომ აღიქვას მაგალითად აი სად ჩვენ და სად ეგვიპტე და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ფაქტები ადასტურებს და თავის დროზე გერმანე გოგიშვილი იკვლევდა, ხო, აღმოაჩინეს ფაქტი სახეზეა და ვერაფერს ვერ ვიზავთ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თეთკანიანი ადამიანი კავკასიიდან გავიდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კვარარაქსის კულტურა იყო უძველესი, რომელიც შემდეგ განვითარდა და გაფართოვდა, მაშინ არაფერი სენსაცია და უცხო აქ არ არის. კი ბატონო, რაც შეეხება ევროპას, მოდით ახლა ვისაუბროთ ევროპაზე, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი. შესაძლოა ვთქვით, რომ ევროპაზეც არის ქართული ტომების გავლენები. აი ამაზე რა შეგვიძლია ვთქვათ? პირველ რიგში ისევ და ისევ, ახან ევროპას ვახსენებ, დავიწყოთ პირველი მეფით. ევროპაში არსებული პირველი სახელმწიფო იყო მინოსის სახელმწიფო და მისი მეფე მინოსი. დიახ. მოგიხსენებათ, მითოლოგიიდან ვიცოდით ეს და 1900-იან წლებში უკვე აღმოაჩინეს სასახლე და აღმოჩნდა, რომ არანაირი ზღაპარი ეს არ არის, რომ ეს მეფე მართლა არსებობდა. ეს ხდება კუნძულ კრეტაზე და ეს არის, ყველა მიცის უკვე, რომ ევროპის პირველი სახელმწიფო, მინოსი და პირველი მეფე. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა და მისი ცოლი იყო ლეგენდის მიხედვით აიეტის და პასიფაე.
ანუ ახან ეს ყველაფერი რეალობა, ესე იგი ჩვენი აიეტის რეალობა, მისი დაც, მედიაც, იასონი რო იტაცებს და რო ჩადის პირველ რიგში თავის მამიდასთან ჩადის იქ. და ეხლა ხან უკვე გენეტიკური კვლევები მოგვეშველა ჩვენ და დაფიქსირდა რომ ევპედია.com-ზე შეგიძლიათ ნახოთ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის აბსოლუტურად. შეგიძლიათ იხილოთ რუკაც, სადაც ფიქსირდება რომ J1 და G2-ის მატარებელი ხალხი, ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი, ყვარარაქსის კულტურიდან გამოვიდნენ, განიცადეს მიგრაცია, ანატოლიის გავლით ჩავიდნენ საბერძნეთში და კერძოდ კრეტაზე. და იქ ჩამოაყალიბეს ანუ ერთი გენეტიკა გვაქვს ჩვენ და მინოსის ხალხს. და ამ ხალხმა ჩამოაყალიბა ქართულ ენოვანმა და ხურიტულ ენოვანმა ხალხმა. ეს არის დაკონკრეტებული, დაზუსტებული ინფორმაცია. ჩავიდნენ, ჩამოაყალიბეს ეს მინოსური კულტურა. მე რა თქმა უნდა გავცელდა ხო მთელს ევროპაში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში უფრო მეტად. მაგალითად სიცილიაზე ერთ-ერთი და იყო ასევე აიეტის დედოფლად იძახიან კუნძულ ოგიგიას, ანუ ცოტა ის არის ხა უფრო ალბათ სიცილია ან კორსიკა, მაგრამ ან ერთი არ მეორე. ყოველ შემთხვევაში ის არის მე იტალიის დედა და ასე შემდეგ. და ეხლა კიდე თქვათ ტოპონიმებზე რო ვილაპარაკოთ, რაც ხელში გვაქვს, რო გავანებოთ იმ ძველს თავი და რაღაც მითოლოგიას, დინარეები, მაგალითად დინარეების სახელები. ყველაფერი არის იბერთან დაკავშირებული. ტიბრი იტალიაში, იბრო აქეთ საბერძნეთში, ებრო ესპანეთში, დიდი დინარეებს ქვიათ. საინტერესოა თუ გაქვთ ადგილობრივი ხა ესპანეთზე ვსაუბრობთ, ინგლისზე ვსაუბრობთ, საფრანგეთზე, ადგილობრივ მეცნიერებთან თუ გაქვთ ურთიერთობა, მეცნიერული თვალსაზრისით ბუნებრივია და როგორია მათი მოსაზრება და რამდენად მისაღებია ის აზრი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხა მათთვის. ძალიან გამოჩენილ პიროვნებას დავასახელებ, ეს არის შავი რკინტანა, რომელმაც ბასკურად გადათარგმნა ვეფხისტყაოსანი. ძალიან ძლიერი პროფესიონალია ამ საქმის, თავის საქმის ენათმეცნიერია, ქართველოლოგი, ბასკოლოგი და მქონდა ბედნიერება მას შევხვედროდი, პირადად მენახა ბასკეთში. შევხვდით, ვისაუბრეთ და ნუ მე გახარებული რო ვიყავი და რომ მივახარე აი ესია, სიტყვები ვნახე, ამდენი ტოპონიმი გაეცინა და იმან კიდევ დამიმატა სხვადასხვა. ანუ არ ყოფილა ეს მისთვის აღმოჩენა? არანაირი აღმოჩენა არ არის, უამრავი ნაშრომი არსებობს ამის და მაგალითად მეუბნება რომ აი შენ ხა არ გითქვიაო ვერძიო, აი ვერძი არ ძია ბასკურათო და ესე ჩაამატეო მე შენთან წიგნში. 80-იან წლებამდე ჩვენ მქონდაო ძალიან დიდი კავშირები თქვენ მეცნიერებთან, იმ დროს საბჭოთა მეცნიერებთან. მაგრამ 80-იან წლებისთვის რატომღაც სრულიად მოულოდნელად თვითონ აქედან, იქიდანო გაწყდა კონტაქტი. ჩვენი მხრიდან? ჩვენი მხრიდან, კი ბატონო, შავი რკინტანასთან გაწყვეტეს კონტაქტი. და მიზეზებზეც ხო არის ყველა საუბარი, იმიტომ რომ ალბათ რო აღმოაჩინეს ამდენი თანხwebdriver და რომ მიხვდნენ უკვე რომ ეს ერთი და იგივე ცივილიზაცია იყო, ბასკები და ქართველები, ამის გაჟღერება და აღიარება ბევრს არ აწყობდა, რა თქმა უნდა, არც იმ დროს და არც ამ დროს. ბევრს არ აწყობს. კი ბატონო, კარგი, ეს კიდევ სხვა თემა. თქვენ ბასკეთში ცხოვრობდით, 10 წლის განმავლობაში ხო არ ვცდები და მოდით გავიხსენეთ აი პირადად ცოცხალი მაგალითები ყოფით ცხოვრებაში, რასაც შეხვდით და აი რამაც გაგახსენეთ ზუსტად ეს თემა, პარალელები, რომლებსაც ავლებდით ზუსტად საკუთარ სამშობლოსთან. კი ბატონო, ჯერ ერთი იქ რო ხარ ადამიანი და ამ ყველაფერს შენ თვალით ხედავ, ფიზიკურადაც არის მსგავსება. და რატომ ეხა შავი რკინტანამაც იგივე მითხრა ნაშრომებში აქ იმას რომ იბერიელები ჩავიდნენ იქ იბერიელი ტომები და თქვენ ჩამოიტანეთო აქ მიწათმოქმედება, მეცხოველეობა და ასე შემდეგ და ეს სახელებიც ეხა კატას რო კატა ერქვა ჩვენ ვასწავლეთ ხო თუნდაც ვერც არძი თუნდაც ძაღლს ჯოკარუ ქვია და ასე შემდეგ მეგრულად იქ არის ერთიანი ენობრივი ჯგუფი ჩასული აი ჯერ კიდე ქართული რო არ იყო გაყოფილი. იმიტომ რომ აი რა ხდება, იცით? ძაღლს მაგალითად ჯოკარო, ეს მეგრულიდან აქვს აღებული. რძეს მაგალითად ქვია ლეჩე, რაც ლეჯე სვანურიდან არის აღებული. გოჩს ქვია გოჭინიო, ეს უკვე სუფთა ქართულიდან არის აღებული. ასე რომ ჯერ კიდე განუყოფელი იყო ჩვენი ქართული ენა, როცა იმ დროს იქ არიან ჩასულები, ეს ხდება სადღაც 4500-5000 წლის წინ.
და რა თქმა უნდა მე ის სახელები და ის ტოპონიმები ამ ყველაფერს ერქმევა. ხა ბევრი რამე გაგონილი მქონდა და ვიცოდი, მაგრამ სადღაც რომ მიდიხარ და დაინახავ რომ გურია აწერია, ხო? გაგიხარდება, გაგიკვირდება. აი ხო კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას წეგან ეგვიპტესთან დაკავშირებით საუბრობთ, რომ პირიქით არ იყო გავლენა მათი ქართული ცივილიზაციაზე, ასე რომ ვთქვათ, ამასაც რო ხაზი გავუსვათ. არა, ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ რომ ხო ამბობ შავი ეკინტანაც იგივეს აფიქსირებს, ენათმეცნიერია, გენეტიკოსებიც იგივეს ამბობენ, რომ აქედან არის მიგრირებული ადამიანი. Კონკრეტულად ეს R1B ჰაპლოჯგუფის მატარებლები, J1-ის მატარებლები, G2-ის მატარებლები, კი ბატონო. აი მაგალითად ყინულის კაცი 20, გეცოდინებათ 5000 წლის წინანდელი ალპებში რომ იპოვეს ყინულებში და შენახული იყო, კარგად გამოიკვლიეს, აღმოჩნდა G2, ანუ სუფთა კავკასიური გენი აღმოჩნდა, კი აქედან მიდიოდა და იმიგრაციის პერიოდში ალბათ მოუსწრო ეგზამთარმა და გაიყინა და იმისთვის კი ცუდი იყო, მაგრამ ჩვენთვის კარგი, იმიტომ რომ მასალა ავიღეთ აქედან კი. ეხლა კორსიკა და სიცილია სავსე ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხით, G2-ით. და ბასკეთში კონკრეტულად აი კულტურაც ყველაფერი თვალსაცემია. აი ეს ღვინო უყვართ, ისინი ხმაურიანი ხალხია. და სახელები ხა შოშია, მაგალითად ერთ-ერთ ბარში შევდიოდი, დავიდან შოშია აწერია. ვიკითხე რა არის, მეუბნებიან აი ეს ჩიტია. შოშიაზე არის საუბარი. უღელზე იუგელ ქვია და ამ შემდეგ ძალიან ბევრია ერთი და იგივე სიტყვები ეს ჩვეულებრივი მოვლენაც არის და გვარების დაბოლოებები კი იაზე და ურიზე მთავრდება უმეტესი გვარები ბასკური. გასაგებ. არტურის ხმალთან დაკავშირებითაც მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ საკმაოდ ესეთი სენსაციური ინფორმაციას ფლობთ და აი ამის შესახებაც მოგვიყევით. ხო, ბასკეტზე ხა ბევრს გაუგია და რაღაცეთ სენსაცია აღარ არის უკვე, ხალხისთვის ცნობილია ეს ფაქტები, მაგრამ აი ირლანდიასთან დაკავშირებით კი კვლევები საჭიროა, რომ გაძლიერდეს, გაფართოვდეს და ასე შემდეგ. ჩვენ მოგვეპოვება მონაცემები მხოლოდ და მხოლოდ, ბრიტანიკა ეს ენციკლოპედია უძლიერესია, ბრიტანეთი ამით ხელმძღვანელობს. და ბრიტანეთის ისტორიაც ასე იწყება, რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3000 წელს, 3000-დან 2500-ში იბერიული ტომები შემოდიან ბრიტანეთის კუნძულებზე და შემოაქვთო მიწათმოქმედება, მეტალურგია და ასე შემდეგ. შემდეგ გვაქვს ინფორმაცია ასევე ბრიტანიკიდან ენციკლოპედიიდან, რომ ცენტრალურ ნაწილში, ბრიტანეთის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობდა ესეთი ტომი ქორიელ თავნი. პირდაპირ ასე წერია ინგლისურად. ქორიელ თავნი, ჩვეულებრივად ქორის თავიანებს ნიშნავდა, ჩვენთან იყო ამის კულტიც და ეს ქორის მონუმენტებიც იყო მერე ბევრგან და ასე შემდეგ და მათი სამი მეფეა ცნობილი. ერთ-ერთ მეფეს ქვია ქართველიოსი. ეს შეგიძლიათ ნახოთ ვიკიპედიაში, ბრიტანიკაში, ენციკლოპედიაში, ჩვეულებრივი ისტორიული ფაქტია. ის რო ეხლა რაღაც შემთხვევითობა ეს გამორიცხულია. იბერიული ტომები ჩადიან, რა თქმა უნდა, ჩვენი მონათესავე ტომები და სახელებიც, რა თქმა უნდა, რომ ჩვენია. და ზუსტად ეს მეფე არის კავშირში, აი ლეგენდარულ მეფე არტურთან. და მეფე არტურის ხმალს ესკალიბური რომ ქვია. ეს არის ხალიბური ხმალი, მაგრამ აი ლათინები მაგალითად ესპანელები სპარტაკს ვერ ამბობენ. უნდა თქვან ესპარტაკო, ესაყოლებენ ხმოვანს. წინ როცა ორი თანხმოვანი ჯდება ერთად. ასე მოხდა ხალიბურის შემთხვევაშიც, ხო? ეს დაამატეს გამოდა ესკალიბური. ეს რა თქმა უნდა, მაშინ იყო ძალიან დიდი პრივილეგია ხალიბური ხმალი, იმიტომ რომ ხალიბები იყვნენ ყველაზე გამოჩენილი ჭედლები მაშინდელ მსოფლიოში. და ვისაც ესეთი ხმალი ქონდა, რა თქმა უნდა, იმას უპირატესობა ქონდა და ამიტომაც იყო ეს ლეგენდარული ხმალი. მაგრამ ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ჩვენი ტომების პირდაპირ უშუალო მონაწილეობა ხდება. და ის ქორიელ თავნიც და ის მეფე ქართველიოსიც, იბერიელები არიან ჩვენი ჯიშის, ჩვენი გენის ხალხი. კარგი ბატონო, კახაბარ, ბოლოს შევაჯამოთ და მაინტერესებს, აი, ქართველ მეცნიერებში რამდენად არის გაზიარებული და რამდენად გეთანხმებიან იმ მოსაზრებებში, რასაც ხა ჩვენ ვისაუბრეთ. აქ ჩემ დათანხმებასთან არ არის კავშირი, აქ ფაქტებზეა საუბარი. თუნდაც წეღარ რომ თქვი, ხა ბრილის სამაროვანს გერმანე გოგოჯიშვილმა ვერაფერი მოუფიქრა, იკვლევდა ადამიანი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მიწყნარდა ეს საქმე. ანუ არ უნდათ თავისად კიება, ასე ვთქვათ. ერთი თუ აღიარეს, მერე უნდა გამოიკვლიო, რაღაც მტკიცებულებები უნდა დადო, მაგრამ ფაქტის სახეზეა, რომ აუცილებელი ამ თემის წამოწევა, აქტუალურია ეს თემა
ეხლა მით უმეტეს გენეტიკურად კითხდება, არქეოლოგიური მასალები გვაქვს, ანთროპოლოგიური მასალები გვაქვს, ენობრივი, ენათმეცნიერული, ამ ყველაფერს ხო შეკრება უნდა და გამოვლენა უნდა და ბოლო-ბოლო დადგინდეს, ხო, რა იყო, როგორ იყო და რანაირად იყო. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იყო ერთი დიდი იბერიული ცივილიზაცია, რომელიც მტკვარ-არაქსიდან გავრცელდა და გაიშალა და როგორც ახლა მაგალითად ინგლისურია საერთაშორისო ენა, მაშინ იყო იბერიული ენა. და რაც დრო გადის, უფრო იზრდება, როგორც ხვდებით, მტკიცებულებები აი ამ მოსაზრებისთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. შეგახსენეთ, რომ ჩვენი გადაცემების ხილვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა, გაიხარეთ.